შენ ხარ მეტი ვიდრე შენი გარეგნობა, შენ არ ხარ პროექტი. რატო იძახიან ხალხო, რომ აი სილამაზე არის ყველაფერი, სილამაზე თუ გაქვს ანუ ყველა კარი ღია გაქვს ხორებაში, ყველაზე ბედნიერი ხარ. არა ხალხო. მოდით ვაღიაროთ, რომ პირველად უყურებთ ადამიანის გარეგნობას და მერე ვაფასებთ, ხო? მაგრამ აი ხალხო, რამდენი ლამაზი ადამიანი მარა აი ადონეზე უინტერესო და ადონეზე ცუდი აზროვნების მქონე დამინახე იცით, რომ აი ეკარგება ქულები და პირიქით შეიძლება ნაკლებად მიმზიდველი იყოს ჩემთვის, მაგრამ აი რომ გავიცანი რომ საინტერესო პიროვნება რაღაც ზანგრად აზროვნებს. ან უბრალოდ კარგი ხასიათი აქვს. რა თქმა უნდა, ქულები უმაღლდება. ასე ვთქვათ, ქულები თორე აღარ გაფასებთ დამშვიდით, აწნარდით, ნუ გონიათ რომ ყველა გაფასებს. უნდა იყო ეგეთი რომ მოეწონოს ყველას. არა ხალხო, არა. მოიძახიან აი ხო გამოვასწორე, ხო მაგკაიტანი, ხო მაგკაი სახე, ხო შეიცვალე, ხო გავიკეთე ოპერაციები. რატო არ მყავს ადამიანი გვერდით? რატო არავის არ მოყვარვარ? დამიჯერეთ, გარეგნობით თუ ადამიანს მოაწონებ თავს. ხოდ გარეგნობით თუ მოწონებ თავს. მას დიდხანს არ დაჭირდები. სილამაზე ობიექტური თუ სუბიექტური თქვენი აზრით. ანუ გარეგნული სილამაზე. ანუ არსებობს ადამიანები, ვისაც რო შეხედავენ, აი ყველა აყერებს, რომ აი კი ლამაზია. ჩემი აზრით ხალხო, აი მაინც სუბიექტურია რა, იმიტომ რომ ყველას ერთნაირი გემოვნება არ გვაქვს და არც უნდა გქონდეს, მაგრამ არის რაღაცები, რაც მართლა აი რო შეხედავ ადამიანს, აი ობიექტურად რა თქმა უნდა მიმზიდველია უფრო, ვიდრე ეგ რო არ გქონდეს. როგორი სახე არის საკმაოდ მიმზიდველი. პირველი გამონაყარის გარეშე სახე. მე ვიღათა ოდნავ მომწონს რომ გამონაყარი აქვს, მაგრამ ზოგადად ანუ გამონაყარს რო არ ხედავთ, გონია რაღაც რომ უფრო ჩამთელი ადამიანი, ისა ჩვენი ტვინის ეგრე მუშაობს რა. მეორე სიმეტრია, შედარებით სიმეტრიული სახე რა. ანუ აქეთ არ უნდა გქონდეს გაქცეული, აქეთ არ უნდა გქონდეს შევარდნილი, ხდებით? ყბა ძალიან მნიშვნელოვანი მართლა. აი ფოტოებში კი დაგანახებთ ახლა. ანუ ყბა, იმიტომ რომ ზოგადად ყველას უნდა გქონდეს სწორი და კარგად განვითარებული ყბა, ხდებით? მაგრამ არის რაღაც ან გენეტიკურად არის ასევე და ასევე პატარობაში. სუდი და თხელი კვება ქონდა ბავშვს, აი სულ, აი მყარ საკვებს არღებულობდა ეს ყბა და აქ კუნთები არ ვითარდება წესიერად, ხდებით? ანუ ან გენეტიკა ან პატარაობაში რაღაც მოხდა და მაგის გამო, ხდებით? მაგრამ ზოგადად მართლა ყველას უნდა გქონდეს ეს ყბა კარგად განვითარებული. და ვისაც არ აქვს, მაგით ჩდება მის ისა რომ აი ნაკლებად მიმზიდველია, იმიტომ რომ არაჯამთელის იმიჯს ქმნის, მაგრამ არ ნიშნავს რომ არაჯამთელია, ხდებით? უბრალოდ ეგრე მუშაობს ჩვენი ტვინით გქონ. და კბილები, საკმაოდ მოვლილი კბილები, ასე ვთქვათ, ნადების გარეშე კბილები, ანუ ადამიანი ელემენტარულ ჰიგიენას რო იკეთებს უკვე ნორმალურია. ანუ არ ვიცი რომ თეთრი კბილები არის, ძალიან კაი, იმიტომ რომ no, ბუნებრივად ჩვენ თეთრი კბილები არ გვაქვს არავის რა. ანუ ოდნავ მოყვითალო ძალიან ნორმალურია, თავარია ნადები არ იყოს და ზოგადად წესიერი იყოს და არც ისე მომწონს მე პირადად ოღონდ. ასე ძალიან ჩაფეწყნებული სწორი კბილები. ოდნავ ისე მე საყვარლება, მაგრამ ზოგადად ანუ ვაქცევთ ყურადღებას კანს, სიმეტრიას, ნაკვთებს, ანუ ყბას და ასე შემდეგ, კბილებს. სახეში. ალბათ მეტი რა სახე ფიქრობ, მაგრამ შავ მართლა მეტი არა, ნუ ცხვირი ზოგს სწორი მოწონს, ზოგს კეხიანი, მე მაგალითად კეხიანი მოწონს ძალიან ცხვირები, ვისაც აქ იმნავ გიშდები. თვალის ფერი ძალიან სუბიექტური ეგ დანარჩენი, მაგრამ ობიექტურად შედარებით არის ესენი მთავარი. მაგრამ დამიჯერეთ თუ ეგეთი რაღაც არ გაქვს, არ ნიშნავს რომ ცხოვრება დაკარგულია და იმიტომ რომ ვაიმე, რატომ ეს მნიშვნელოვანია შენი პიროვნება როგორი ხარ შენ.